ხესთან დაკავშირებით რა შეიძლება შევეკითხოთ? ძალიან ძველი დროიდან დავიწყებთ, თუნდაც რელიგიური დანიშნულებით. საქართველოს დამემართებაში წმინდა ნინოს შემოსვლა უკავშირდება ხეს, წმინდა ხიდან გამოითალა სვეტი, რომელიც შემდეგ ცად ამახდა და იმ ადგილას დაიდგა ხისგან ნაშენებული ეკლესია, პირველი ეკლესია მცხეთაში. წყალი, ხაერი, საკვები უკავშირდება ბუნებას ხეს, ხო მასე და ამიტომაც ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს ის სურათი, როდესაც ვხედავ ხის მასალე დატვირთულ სატვირთო მანქანებს, რომლებიც გადის საქართველოდან. ტყის გაჩეხვა ძალიან მძიმედ მოქმედებს. როგორც ფოთელმა კიდევ შემიძლია ეს გითხრათ, რომ ჩემი ბავშვობა ასოცირდება სამეგრელოს მოედანზე, ეხლა სადაც დგას ეგუ ჯამაშუკელის ცოტნის ძეგლი, აი იქ იდგა, ფოთელებს ძალიან კარგად ახსოვს ჩემს უფროს თაობასაც და ჩემ თაობასაც სკვერი, რომელიც ევკალიპტებით იქ მუხებიც იყო და ეს იყო საოცარი პატარა ადგილი, მაგრამ ძალიან მყუდრო, რომელიც ყველა ფოთელისათვის ძალიან სასიამოვნო თავშეყრის ადგილი იყო. და რაც შეეხება იმას, რომ ხეს თავის ყოფით ცხოვრებაში უძველესი დროიდან იყენებს ადამიანი, ეს თქვენი ნამუშევრებშიც ჩანს და ძალიან კარგად გიმუშავიათ, ყველაფერი დეტალურად გაქვთ აღწერილი და მართლაც ასეა. საცხოვრებელი, ავეჯი, ჭურჭელი და ქართველები გამოირჩევიან კიდევაც იმაში, რომ ყველაფერი ხესთან დაკავშირებული არის ძალიან ლამაზად და დახვეწილად გაკეთებული. თუნდაც ძველი დროის ხის სახლები, უდასახლები, ჯერ ქვის სახლებშიც კი დედაბოძი იყო, შუაში სახლის შუაში იდგა სვეტი, რომელიც ორნამენტებით და ჩუქურთმებით იყო დაკავშირებული და გახსოვთ ალბათ თქვენ, მზის დისკო იყო გამოსახული მასზე, რაც სიცოცხლის სიმბოლოა და რაც სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავს და თუ ჩვენ არ გაუფრთხილდით ხეს დაიღვევა ეკოლოგიური ბალანსი და რა ვიცი, ახლა ეს ცუდ შედეგებს მოიტანს. ეს ლამაზი რიკულებიანი სახლების მშენებლობა, მუსიკალური ინსტრუმენტი თუნდაც, აი ფანტური, ჩონგური, სალამური, უმარტივესი, უძველესი ეს ტრადიციები თუ გავრცელდება, რა თქმა უნდა საინტერესო და რაც საამაყოა ქართველებისათვის, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ყველაფერი რაღაც ბალანსის დაცვის ხარჯზე, რომ შევინარჩუნოთ ბუნება და თა არის, რაც მინდა მეთქვა, რომ გაუფრთხილდეთ დღეს. სამეგრელოში ხის გამოყენების ტრადიციები, რომ ხისგან ამზადებდნენ ავეჯს, სუფრა იშლებოდა ეგრეთ წოდებული ტაბაკებს ეძახდნენ მაგას, სამფეხა სკამები იდგმებოდა სუფრასთან დასაჯდომად, ხისგან მზადდებოდა, ეს იყო ცაცხვისგან, უფრო მეტად ცაცხვისგან თელას მზადდებოდა, კიდობანი, შემდეგ ხის ყუთი ეძახდნენ მაგას, ზანდუკი, იგივე მზადდებოდა ფიჭვისგან ან ცაცხვისგან მზადდებოდა. შემდეგ კიდევ ტრადიცია ის იყო, რომ როდესაც ხე-ტყე გამოჰქონდათ მთებში რომ იჭრებოდა ხე, ხდებოდა ფერდობზე დაგორება და მერე გამოჰქონდა ცოცხალი, ძალით ხდებოდა მისი ურმებით ხდებოდა მისი გამოტანა. თუ ხე-ტყე ახლოს იყო მდინარისთან, მაშინ ხდებოდა მდინარეზე დაცურება, აი ამ ტივების სახით და საქართველოში არ უნდა დაიკარგოთ ის ტრადიციები, რომლებიც ხესთან არის დაკავშირებული. ეს არის საწნეხელი, სადაც იწურებოდა ღვინი იწურებოდა, გოდორი, კალათა, რომლებიც ხისგან მზადდებოდა. და აგრეთვე მინდა აღნიშნო, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დროს გაიხსნა ინგურ-ქაღალდ კომბინატი, რომელიც დღეისთვის არ ფუნქციონირებს და აი ამ ინგურ-ქაღალდ კომბინატს ხე მიეწოდებოდა სვანეთიდან და აი ამ ხის დაცურება ხდებოდა მდინარე ენგურზე. მდინარე ენგურზე ხდებოდა დაცურება და გამოჰქონდათ სოფელ შამბონაში, სადაც ხის სახეხი ქარხანა იყო. ისე საქართველოში წმინდა ხე დასავლეთ საქართველოში სამეგრელოში აღიარებული იყო მუხა და მეორე ხე წმინდა ხე ეს იყო რა ბზა. უძველესი წარსულიდან მინდა გავიხსენო, რომ მუხაზე ეკიდა ოქროს საწვისი, რომელიც მერე გატანილი იქნა
არგონავტების მიერ, ანუ ბერძნების მიერ იქნა გატანილი. ტრადიცია ყოველ ქართულ ოჯახში ირწეოდა აკვანი,